ზღვის უბანში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მექვაბიშვილი შემოგვიერთდა და ვისაუბრებთ თემაზე თუ როგორ უნდა ვესაუბროთ ბავშვებს ღმერთზე. მოგესალმებით, მამა დავით. მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. გილოცავთ დღევანდელ დღეს წმინდა ლაზარეს წმინდა ნაწილთა აღმოყვანების დღე არის და ასევე სხვა წმინდანების ხსენება. როგორ ვესაუბროთ ბავშვებს ღმერთზე? ეს არის ჩვენი დღევანდელი თემა, რომელზეც შევაჩერეთ ყურადღება და გვინდა რომ მაყურებელს სწორედ ამ თემაზე ვესაუბროთ. ჰელოუინზე მინდა გკითხოთ თავდაპირველად, ვინაიდან ეს თემა და ეს საკითხი, ეს მოვლენა უკავშირდება სწორედ მოზარდებს. მთელი დასავლური სამყარო და საქართველოს ასევე აღნიშნავს ოქტომბრის ბოლოს 31 ოქტომბრის ანუ ხვალინდელ დღეს ეგრეთ წოდებულ დღესასწაულს, რომელსაც ჰელოუინს უწოდებენ. თუ შეიძლება რომ აგვიხსნათ კიდევ ერთხელ, ჩვენ სხვა დროსაც გვისაუბრია ამ თემაზე, რა საფუძველი აქვს ამ მოვლენას, რომელსაც ესეთი დიდი ზარზეიმით აღნიშნავენ დასავლურ სამყაროში და ასევე საქართველოში და ჩართულია ამ ეგრეთ წოდებული დღესასწაულის აღნიშვნაში საგანმანათლებლო დაწესებულებები, სკოლები, უნივერსიტეტები და უამრავი მოზარდი. და იძებნება სხვათა შორის ინტერნეტ სივრცეში არაერთი ვიდეო, როდესაც ადამიანები, რომლებიც ამ მოვლენის აღნიშვნაში იყვნენ ჩართულები, შემდგომ რა ბედი ეწიათ და როგორ ცუდად განვითარდა მათი, ესე იგი, მომავალი. აი რომ გითხრათ, რა უდევს საფუძვლად და რასთან გვაქვს საქმე ზოგადად და რატომ არის ეს ქრისტიანი ადამიანისთვის მიუღებელი? ძალიან სამწუხარო არის, რომ ეს წარმართული ეგრეთ წოდებული დღესასწაული ჩვენთანაც შემოსული არის და საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. რეალურად ბევრმა არც იცის რასთან აქვს საქმე, რომ ეს მართლაც სატანური არის, თავდაპირველად სატანური ფესვები ჰქონდა ამას წარმართული. ხდებოდა ბოროტისულების გამოძახება და მათთან გარკვეული კომუნიკაციის დამყარება და შესაბამისი ხალხი იყვნენ ამის ხა ქრისტეს მოსვლამდე, ისიც სამყარო რა მდგომარეობაში იყო. და ეს დღესასწაული ხლა ამერიკაშიც, ევროპაშიც საკმაოდ ისეთ დონეზე აღენიშნება, მაღალ დიდი თანხები იხარჯება და კომერციული მოგება არის ძალიან დიდი ამ არაფერი ისეთი ამაში სულიერი არ არის, რა თქმა უნდა, გარეგნული დღესასწაული არის და ამ დროს ხდება რაღაცეების ზედმეტი ემოციების წარმოშობა და ქაოსი, ბუნტი და რეალურად ეს არ არის ქრისტიანული დღესასწაული და ბუნებრივია, რაც უფრო ნაკლებად ჩავერთვებით ამ ასეთ ეგრეთ წოდებულ დღესასწაულში, მით უკეთესი, იმიტომ რომ ვაკვირდები იმას, რომ თუ საზოგადოების მხრიდან არის, თქვათ, აქტიური დამოკიდებულება ამ თუ იმ საკითხის მიმართ, ეს საკითხი უფრო გრძელდება და გრძელდება და თუ ჩვენ პირველ რიგში სკოლის მესვეურებზე და კიდევ ვიზეც არის დამოკიდებული, არ ვიცი უბრალოდ გაკვირვებას იწვევს შემში, როგორ შემოაღწია სკოლაში წარმართულმა დღესასწაულმა, თუ საერთოდ არ მივაქცევთ ყურადღებას, არ გავაკეთებთ, ამოვიღებთ ამას ჩვენი დღესასრიგიდან, ძალიან კარგი იქნება. იქნება თუ არის შედეგის მომტანი. რა თქმა უნდა, უნდა ამოვიღოთ და ვარი უნდა ვთქვათ, აი დღეის შემდეგაც ალბათ უკვე აღარავინ აღარ უნდა გაიხედოს ჰელოუინისკენ, რომელიც აი მართლაც წარმართული არის და არაფერი მასში ქრისტიანული და სულიერი და ადამიანური არ არის. ის სატანური ფესვები აქვს ამ მოვლენას, ძალიან ბევრმა არ იცის და ბევრი სწორედ გაუცნობიერებლად ერთვება და ანუ ამათთვის ალბათ ძალიან სასარგებლოა, რომ ამ კუთხით მოძღვარს მოусმინონ და გაიგონ რეალურად რა არის არსი აი ამ მოვლენის. და ბავშვების ფსიქიკა და აზროვნება მახინჯდება და ისინი ეჩვევიან გარეგნულ დღესასწაულის ელფერს, ის რაღაც სხვადასხვა სადღესასწაულო ეგრეთ წოდებული კოსტიუმები, კანფეტები, შოკოლადები და ბავშვებში ხა რა აღვირახსნელობა უნდა იყოს, მაგრამ უბრალოდ თავსმოხვეული არის ეს ყველაფერი და რეალურად თუ რა უნდა უხაროდეს ბავშვს, აი ეს არ არის გათვლილი. ბავშვს უფრო უხარია მშობლებთან ურთიერთობა, მეგობრებთან ერთად ქალაქიდან გასვლა, სპორტული ღონისძიებები. შეიძლება ისეთი ჩანაცვლდეს, რომ თქვა საუკეთესო დისციპლინის ბავშვი გამოავლინონ, ან საუკეთესო ნიშნების მქონე ბავშვი, ან ვისაც კარგი ურთიერთობა აქვს პედაგოგებთან. ნუ მრავალი დღესასწაული არის ჩვენთან, ყოველდღე დღესასწაულია, როდესაც გადაცემაში მოვდივართ, ყოველდღე არის წმინდანების ხსენება და აი წმინდანების ხსენებით და მათ და მიბაძვით უნდა გავაცოცხლოთ ბავშვთა ცნობიერება. რაც შეეხება ჰელოუინს, რა თქმა უნდა, ანუ სკოლაში ერთადერთი არის რაც აღენიშნება, ხო, აი არ მახსოვს რომ როდესაც მან გიორგობა, ნინობა, ასე აღდგომა ყოველთვის დასვენება არის ქრისტეშობაც. საინტერესო აქცენტია.
რაღაც ისეთი ტრადიციული დღესასწაულები, რომელსაც მთელი ერი აღნიშნავს, თითქოს სკოლა არ ეხმაურება. მარტო ამას ეჭიდება და ისიც არის, რომ ეხლა სვეტი ცხოვრება თქვა დასვენება არის, გიორგობა დასვენება არის, ანდრეაობა დასვენება არის და დასვენებები არის და ნუ ეს ეხლა ჰელოუნი არ არის დასვენება და ბავშვებსაც რაღაც უნდათ ეს გართობა უნდა თამაში და ამაზე უკეთესი ვერ ვნახეთ ვერაფერი სამწუხაროდ, რაც მიუთითებს ჩვენს ძალიან დიდ დაჩიხულ აზროვნებას სამწუხაროდ, რომ აი ამაზე დავიდე ჩვენი ცნობიერება, როცა ჩვენი ბავშვები და ჩვენი თაობები ისე იზრდებოდნენ, რომ ქვეყნისთვის თავსაც კი წირავდნენ და ეროვნული ფასეულობებით იკვებებოდნენ. ნუ რა თქმა უნდა, ჯერავს რომ ისე თანდათანობით ისე ხედავთ, რომ ნეგატიური დამოკიდებულება იქნება აღნიშნულის მიმართ და მაგრამ ეს მაინც არ არის საკმარისი, როგორც ჩანს ესე მარტივად ვერ მოვიშორებთ ამას თავიდან. ალბათ კიდევ რამდენიმე წელი დავშვირდება, რომ საერთოდ ამოვიღოთ ეს ჩვენი ასე ვთქვათ პროგრამიდან. თუმცა თავსმოხვეული ყოველთვის რაღაცნაირად თავისით გამგვეშორება ხოლმე და ალბათ ამ შემთხვევაში ასე მოხდება. ცოტა მასწავლებელიც არის, ნუ ბავშვებს უხარიათ ეს. კაფეტები და შოკოლადები ახსენეთ და ნუ აი კომერციული თვალსაზრისით ძალიან კარგად არის შეფუთული და ანუ რეალური არსი ამის უკანაც იმალება ბევრმა არ იცის და კარგია რომ თქვენ ამის შესახებ ისაუბრეთ. მამან დავით, აი როგორ ვესაუბროთ ბავშვებს, მოზარდებს, ღმერთზე, სარწმუნოებაზე ძალიან რთულია ზოგადად ბავშვს აუხსნა ისეთი რთული თემები, რაც თქვა დიდისთვისაც ცოტა ძნელად გასაგები და ძნელად გასაცნობიერებელია. მით უმეტეს აი ბავშვის ენას ჩვენ ვიცით რომ საბავშვო ბიბლია არსებობს მაგალითად და იქ შედარებით ისე საბავშვო ენაზე არის მიწოდებული წმინდა წერილი ბავშვებისთვის. აი თქვენი პრაქტიკიდან, თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, მით უმეტეს რომ თქვენ ხართ ჩართული სწორედ იმ პროგრამაში, რასაც უძღვება საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური საქართველოს პატრიარქოსი და ჩვენი პატრიარქის კურთხევით რაც ხორციელდება, სკოლებში ნელ-ნელა ბრუნდება რელიგიის სწავლება და როგორც ვიცით, თქვენც ხართ ამაში ჩართული. აი, როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, ისე რომ ბავშვს არ ეგონოს, რომ თქვათ სარწმუნება ემუქრება და აქ მხოლოდ აკრძალვებია. დიახ, მადლობა ღმერთს. ესე იგი ეკლესიამ იმშელა ამ საკითხზე, რომ ესე იგი აუცილებლად სკოლაში ბავშვებს უნდა ქონდეთ ეკლესიასთან გარკვეული ურთიერთობა და ყველაზე კარგად ამას ბუნებრივია მოძღვარი მოახერხებს, იმიტომ რომ ძალიან ხშირი არის შემთხვევა, რომ პატარა ბავშვი მეგობარს არ უსმენს, მასწავლებელს არ უსმენს, მშობელს არ უსმენს და სასულიერო პირი მღვდელი მისთვის რაღაც განსაკუთრებული ადამიანია, რომლისგანაც ასე განსაკუთრებული ყურადღებით ისმენს შეგონებას და ჩვენ გვაქვს საშუალება ბავშვებთან ურთიერთობის ისეთი შტაბეშტილება რჩება, რომ აი ბავშვებს შიოდათ, წყუროდათ ეს ყველაფერი და ეხლა ნუ დიდი დოზით დაეწაფნენ აი ამ ურთიერთობას. ეხლა როგორც ესეთი რელიგიის სწავლება არ არის ეს, რელიგიას არ ვასწავლით, ეს არის ღირებულებითი განათლება. ბავშვებს უპირველესად ვასწავლით ცდილობას, კულტურას, მშვიდობას, მშობლების პატივისცემას, სამართლიანობას, გულწრფელობას და ყველაფერი რაც ნუ კარგი სახელით არის ცნობილი, ქრისტიანობა ქადაგებს და თუმცა ამას აკეთებენ სასულიერო პირები, ხო? დიახ, სასულიერო პირები ვაკეთებთ ამას, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ თანამედროვე მგლებს ძალიან ბევრი გზა და სამოღვაწეო არეალი გვაქვს, ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის და რაღაცების შეკვეცა მოგვიწია, ხშირად გვეუბნება პრევლი რომ ეტაძარში მოვედი და ვერ გნახეთ და ბევრი ესეთი კიდევ იგივე ოჯახი, მაგრამ ვიცით რომ ყველაზე მეტად რაც დაეხმარება ჩვენს ეკლესიას და ჩვენს სამშობლოს არის სწორედ სკოლის ბავშვებთან ურთიერთობა და ყველაზე მეტად აი ეს კომუნიკაცია არის მათთვის ყველაზე აუცილებელი და თვითონ მშობლებისა და შვილის ურთიერთობაშიც აი ყველაზე მნიშვნელოვანი არის მათი ხშირი ურთიერთობა. იმიტომ რაც არ უნდა უთხრა ბავშვს რომ ესე თქვა არაკაცკლა არა იპარო, ნუ ესეკენი ბავშვისთვის ეს ყველაფერი ჰაერში რჩება, ბავშვს აქვს დაკვირვების უნარი და ყველაზე მეტად რითაც დავეხმარებით ჩვენ ბავშვებს არის ჩვენი პირადი ცხოვრების წესი. პირველ რიგში ჩვენ უნდა ვლოცულობდეთ რომ მათაც ილოცონ და ვეზიარებოდეთ რომ ისინიც ესეთ აზრისკენ წამოვიდნენ ეზიარონ და მათთვის უნდა გახდეს მთავარი ეროვნული ფასეულობები. უნდა გავაცნოთ პატარებს ჩვენი ქვეყნის ისტორია, რომ რომა რა ქრისტიანობა
ჯერ სამყაროც რა დონეზე იქნებოდა, სრული კერპთაყვანისმცემლობა იქნებოდა და საერთოდ ვერც მოვახცევდით დღევანდელ დღემდე, როგორადაც ვართ, ესე ვართ. რომ ქრისტიანობის გარეშე არაფერი არ იქნებოდა, რომ ეკითხებით პატარა ბავშვებს, ვინ გინდა გამოხვიდე, რა მიზნები გაქვს, უკვე ყველას აქვს თითქმის ჩამოყალიბებული. უფრო მეტად ბიჭებს ძალიან ბევრს უნდა სპორტული კარიერა, ჩვენმა ცნობილმა სპორტსმენებმა ძალიან დიდი როლი ითამაშეს. პოპულარული გახადეს სპორტული ცხოვრება, მაღალი წარმატებები. და როდესაც ვეუბნები, რომ შენ შეიძლება ოჯახის წევრებიც ვერ ნახო, შეიძლება შენს ქვეყანასაც მოწყდე ამის გამო, იმიტომ რომ უცხოეთში მოგიწიოს შენი კარიერის გაგრძელება. ჩვენ მზად ვართ ყოველთვის, იმასაც ვეუბნები, რომ აი ტრამვა რომ მოგივიდეს, ფეხი გეტკინოს, ხელი გეტკინოს, ჩვენ ვოცულობთ, რომ ჯანმრთელები ვიყოთ. ანუ ამბობენ, რომ ჩვენ გვაქვს დიდი მიზნები და ისიც იციან, რომ ღმერთის გარეშე ვერ მიაღწევენ ამ მიზნებს. მე რომ ვეუბნები, რომ აი თქვათ მიაღწიეთ ამ თქვენს ნიშნულს, გახდით წარმატებულები, პოპულარულები, კარიერა. რა ხდება ამის შემდეგ? მე ვეხმარებით გაჭირვებულებს ესე ამბობენ. ვეუბნები, რომ გინდათ კარგი მშობლები გახდეთ, კარგი ოჯახები გყავდეთ, გვინდა და ძალიან კარგი სურვილები აქვს. და ამ ჩვენი ურთიერთობის შემდეგ, როგორც კი ჩვენ ესე თავს არ ვახვევთ ბავშვებს არაფერს, თუნდაც იმ კარგს, უბრალოდ საუბრობთ, ისინიც ერთვებიან ამ მსჯელობაში, მიდის საინტერესო დისკუსიები და იმ ურთიერთობიდან გამომდინარე, მათ უჩნდებათ იმის სურვილი, რომ კიდევ მეტი დრო გაატარონ ჩვენთან, ისინი მოდიან წირვებზეც, ლოცვებზეც, იცხებენ ზეც, ეზიარებიან და უნდათ რომ ხშირად გქონდეთ ჩვენთან ურთიერთობა და კომუნიკაცია, რადგანაც ჩვენ ვეუბნებით მათ, რომ აი თქვენი მეგობრები ვართ, თქვენი ძმები ვართ, გინდა თქვენი სულიერი მამები და როგორც ჩათვლით საჭიროთ, ისე გვიმსახურეთ და ძალიან დიდ მხარდაჭერას გრძნობენ ბავშვები. ნუ აქ ესე იგი ჯერჯერობით ესე არის, რომ მთელი სკოლიდან ერთ კლუბში ერთიანდება დაახლოებით 25 ბავშვი სურვილის მიხედვით, 25-30, რომელთაც გარკვეული აქტივობა ევალებათ. საკითხები არის დასამუშავებელი, არის სხვადასხვა ღონისძიებებში და ამათში უნდა ჩაერთონ და ჯერჯერობით მხოლოდ ამით შემოვიფარგლებით, ასევე უნდა ითქვას ისიც, რომ უკვე როგორც კანონი განათლების სამინისტრომ ისე დაადგინა და სკოლებში შევიდა ღირებულებითი განათლება. ნუ წელს ვეღარ მოვასწარეთ ისე რომ არჩევით საგნად ყოფილიყო არჩეული ღირებულებითი განათლება და მომდევნო სემესტრიდან მაღალკლასელებს შესაძლებლობა ექნებათ რომ ღირებულებითი განათლება როგორც საგანი ესე აირჩიონ და ჩვენც ვიზრდებით ნენელა ვსწავლობთ ბავშვებთან ურთიერთობას, რადგანაც ეს არის როგორც ვთქვით, აი განსაკუთრებული კატეგორიის ადამიანები, რომელთაც თავის ენაზე თუ არ დაელაპარაკენ და რაღაც მაღალფარდოვანი სიტყვებით თუ დაელაპარაკენ, იმპერატიული ტონით, ისინი არ გაგიგებენ. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მათ, ასე ვთქვათ, მხარეს გადავიდეთ, სამოღვაწეოდ და ჩვენს ბავშვები გავხდეთ. რადგანაც რომელ კლასებზეა საუბარი, რა საკიდან არის შესაძლებელი და მიზანშეწონილიც ალბათ ასე ვთქვათ, რა საკიდან შეიძლება რომ სწორად აღიქვას და გაიგოს ბავშვმა რა არის სარწმუნოება და რელიგია. ძირითადად აქცენტი კეთდება მერვე და მეცხრე კლასელებზე. მთელი სკოლიდან, სწორედ აი ამ ორი კლასიდან წარმოდგება ძირითადად ღირებულებითი განათლების კლუბი და მათთან ხდება, რა თქმა უნდა, პროგრამის გატარება. სხვა ბავშვებს რაც შეეხება სხვა კლასის როგორც ვთქვით, შემდეგი სემესტრიდან უკვე ჩაჯდება განათლების პროგრამაში და იქნება არჩევითი საგანი და ნუ რაღაც მაინც რაღაც დონეზე ხა ეს ბევრს თავისი ძმა ყავს, და ყავს დაბალ კლასებში, მაღალ კლასებში, ყავთ ახლობლები და აი თანდათანობით მთელს სკოლას არის მოდებული ის რომ თქვა აი სკოლაში მოძღვარი შედის და როდესაც ჩვენ ცოტა ადრე მივდივართ, იქ ხვდებიან ბავშვები რაღაცას გვეკითხებიან, ზოგი მამაუდამლოც ესე გვეუბნება და ჩვენ ვეხუტებით აი ამ ბავშვებს ლოცავთ სულით და გულით. და როდესაც გამოვდივართ, ასევე სხვა ბავშვები ხვდებიან და იქაც რაღაც გარკვეული კომუნიკაცია მყარდება ბავშვებთან. და როგორც ვთქვით, ეს არის, რა თქმა უნდა, სრულიად თავისუფალ ნებაზე ამყარებული, რა თქმა უნდა, აქ მშობლების ნებართვაც არის მნიშვნელოვანი. ჩვენ
ვაძლევთ ყოველდღე საბუთს, ფუცელს, ბავშვებს ვატან სახლში და მშობლებმა ხელი უნდა მოაწერონ ამას და უნდა დაეთანხმონ, რომ თქვათ ამა და ამ დღეს 1 საათის განმავლობაში ბავშვები ჩვენთან იქნებიან. კითხვები ჩნდება ალბათ ხომ ამ ახალგაზრდებში. რა კითხვები აქვს ძირითადად აი გამოცდილებიდან, პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, თუ შეგვიძლია რომ მაგალითები მოვიყვანოთ. ძალიან საინტერესო კითხვები აქვს. მე რომ ვცდილობ რომ ესე იგი ესენი ბავშვები არიან და რაღაცა ღრმად არ შევიდე რაღაც საკითხის ზიებაში, ზედაპირულად ვილაპარაკო. ბავშვები არ მაძლევენ ამის საშუალებას, რომ ზედაპირულად ვისაუბრო ამა თუ იმ საკითხზე და რომ მეშინია რომ რაღაც არ შეშინდნენ ისინიც და არ შეეშინდეთ რაღაც ისეთი რაღაცების, რაც მომავალში ჩვენ გველოდებთ. დიდი გზა გვაქვს ყოველას გასავლელი და თანდათანობით ვაჩვევთ ამას ბავშვებს, რომ ესე იგი შრომის გარეშე, დისციპლინის გარეშე, მეგობრობის, მიტევების გარეშე, სიყვარულის გარეშე, ლოცვის გარეშე არაფერი არ გამოვა. აი ერთ-ერთი ბავშვი ესეთ შეკითხვას ვამს, რომ აი 60-ში რომ ვიქნებით, ჩვენ თუ დამთავრდება ეს ცხოვრებაო. როგორ ის არის ხო, ეხლა ბავშვი ახ დიდს არ აინტერესებს ხშირად ეს. ერთ-ერთმა თქვა, რომ აი რატომ გააკრეს ქრისტე ჯვარზე, ხო? აი ძალიან ბევრი უნდა ისაუბრო ეხლა, რომ ბავშვს გააკებინო, რატომ თული შეკითხვები თითქოს მარტივია, მაგრამ თული შეკითხებია, სხვადასხვა ბიბლიურ პერსონაჟებს აცოცხლებენ. ძალიან ხშირად ბავშვს უნდა შეკითხვას კი არ სვამს, უბრალოდ უნდა რომ წარმოაჩინოს, რომ რაღაცა იცის და შენ უნდა მოусმინო. და ნუ ძალიან ესე იგი კარგად მიმდინარეობს ეს შეხვედრები, მინდა ვთქვა და რაც დაიწყო ეს შეხვედრები, აი მან ძალიან კარგი შედეგი გამოიღო და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არის ასევე ჩართული ამ პროექტში და ყველაზე მნიშვნელოვანი საპატრიარქოსთან ერთად ხორციელდება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სახელმწიფო მხარდაჭერა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ მაინც ახლა ჩვენ დიდად ვერ ვიმოძრავებთ, მოდი ესე ვთქვათ და რაც შეგვიძლია კი გავაკეთებთ, მაგრამ თუ სახელმწიფოდან და ეკლესიიდან მხარდაჭერა არ იქნება, მაინც ყოველთვის ისმება შეკითხვა, ვინ ხარ შენ, საიდან მოდიხარ და რა გინდა და როდესაც ამ ხელა მხარდაჭერა იქნება ეკლესიიდან და რა თქმა უნდა ეკლესიიდან ყოველთვის იყო და სახელმწიფოდან და თანდათანობით რაღაც დაალაგდეს ყველაფერი, რომ ჩვენ არანაირად თავს არ ვახვევთ არავის არაფერს. თუ ეხლა მასე სხვა რელიგიის წარმომადგენლებს თქვათ უნდათ რომ მათი რელიგიური ლიდერი შევიდეს, არც ამაზე თქვათ არ არის უარი მე როგორც ვიცი, იგივე ჩვენ თუ შევდივართ საპყრობილეში, მაგალითად ვნახულობთ ჩვენს მეგობრებს, ახლობლებს და სულიერ მსახურებას უწევთ მათ, ასევე სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებსაც იგივე უფლება აქვთ. და მე ერთ-ერთ სკოლაში 159 სკოლაში მყავდა ბავშვი, რომელიც არ იყო ქრისტიანი, მუსლიმანი იყო და მას უნდოდა რომ ცოდნოდა თუ რა ისწავლება და ზოგადად მე რომ ქრისტიანი ვარ, რა ტრადიციაზე ვდგავარ, იმიტომ რომ ის ხალხი, რომლებიც არ არიან თქვათ მართლმედებლები და ცხოვრობენ საქართველოში, უნდა იცოდნენ, რომ მე სიყვარულს გადაგებ, მე ტოლერანტი ვარ, მე ყველა მიყვარს და ჩვენ ყოველთვის გამოვირჩეოდით ამ საქართველოს ისტორიულად. შემწყნარებელი მიმღები იყო. ყველას საინტერესოა ასევე ისიც, რომ მე როდესაც სწავლობდი სასულიერო სასწავლებელში და სხვადასხვა რელიგიებს ვეცნებოდი, ძალიან მომწონდა ეს, იმიტომ რომ ვიცოდე თქვათ ის რას გადაგებს და ჩემი რას გადაგებს და ეს განსხვავება მე ხელის გულზე უნდა დამეტოს და უნდა დავინახო. უნდა მე მეცნიერებით და გამოკვლევით უნდა ვიყო იმ სარწმუნოებაში, რომელშიც ვარ და თუ დავინახავ რომ სხვა ასე თქვათ რელიგია უფრო კარგს გადაგებს, უფრო მეც სიყვარულს გადაგებს, მე წავალ იმ რელიგიაში, მაგრამ რომ დავინახე რომ ქრისტიანობა გადაგებს სიყვარულს, ღმერთის სიყვარული არის და ეს არის ჭეშმარიტებას და უცვლელად გადაგებს იმას, რაც ღმერთიდან მოგვეცა, მე ხელმოსაჭირი ამაში ვნახე და ბავშვსაც შეუძლია ყველაფერი თქვა გაიგოს და თვითონაც აირჩიოს, მშობლებმაც აირჩიონ. მადლობა ღმერთს, რომ დღეს ესე ძალდატანებით არაფერი არ ხდება და სრული თავისუფალი ნების გამოხატვის საშუალება აქვს ყველა ადამიანს. მამა დავით, არა მხოლოდ სკოლის ასაკის მოზარდებს უჩნდება შეკითხვები ღმერთთან სარწმუნოებასთან დაკავშირებით, არამედ სკოლამდელი ასაკის ბავშვებსაც, თქვათ 2, 3, 4 წლის ბავშვებს, მათთან ალბათ კიდევ უფრო მეტად რთული არის საუბარი ახსნა და ზოგჯერ იბნევიან ხოლმე მშობლები, როდესაც ბავშვი ეკითხება, აი მაგალითად ვინ არის ღმერთი, რატომ ვერ ვხედავ, სად არის 64, ჯოჯოხეთი რა არის, რატომ ისჯება ადამიანი, აი
მაგალითად ესეთი შეკითხვაც დაუსვამთ ხა პატარა როცა იყო ჩემი შვილი რომ რატომ გაეკრა თქვენ რაც ბრძანეთ იესო ჯვარზე და რატომ დაიტანჯა ესე და რატომ განიცადა ადამიანური ტკივილი, როდესაც ის ღმერთია და შეეძლო ამის გარეშეც გამოეხსნა ადამიანები. ანუ ასეთი შეკითხვები აქვთ ბავშვებს და ვიბნებით ხოლმე მშობლები, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ არ გვაქვს საკმარისი განათლება და მით უმეტეს ბავშვისთვის ახსნა ძალიან რთულია. ხო, რა თქმა უნდა, ეხლა როგორც ხდებოდა ქრისტესა და მოციქულების ურთიერთობაში, ესე მარტივად მოციქულები, მორწმუნეები ვერ გახდნენ, გარკვეული გზის გავლა დასჭირდათ ამისთვის და ჩვენს მშობლებმა, ხო, პირველ რიგში ჩვენ უნდა მივიღოთ სულიერი განათლება, სულიერი სწავლება და მე რა თქმა უნდა ბავშვებს უნდა დავეხმაროთ. ძალიან ხშირი არის შემთხვევა, რომ მშობელი არ ეზიარება და ბავშვებს აძალებენ, რომ წადიშენ საზიარებლად. ნუ ეს გარკვეულ პერიოდის შემდეგ გამოიწვევს გარკვეულ შესაძლო შეჯავრებასაც მსახურებების მიმართ, იმიტომ რომ სულ იძულებით გაკეთება ესე მით უმეტეს ზიარება, ეხლა რაც ამხელა სიწმინდეა და ამხელა მადლი არის, არ გვჭირდება რეალურად ბავშვებთან ესეთი ენა. პირიქით უთხრათ, რომ ყველაფერი კარგია, ღმერთი მოწყალე არის და როდესაც ჩვენ ვეზიარებით, ჩვენ თვითონ ახსარებას ვაბარებთ, ჩვენ თვითონ გულწრფელები ვართ და ოჯახის წევრებსაც და მეგობრებსაც შენდობას ვთხოვთ ერთმანეთს ერთგვარ ახსარებასაც კი ვაბარებთ, ეს ბავშვებს ეგ ადამიანები ხდება. ხომ ეს მავნე ჩვევები რაც ჩვენში არის, ძალიან ხშირად შვილებს გადაეცემა და მე რაც არ უნდა უთხრა, რაც არ უნდა ასწავლო, ეს ყველაფერი გამოდის აი ეს კედლის ცერცვიში აყარო და ახლოს წყლის. პირადი მაგალითი არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ აი ეს ეკლესია ესე დამშელი ორგანოდ კი არ ვაქციოთ ბავშვების შენ რომ დააშავე ხომ ამაოსთან მიხვალ ამ ყველაფერს მოვუყვები ესე კი არ უთხრათ არამედ პირიქით თუ ცუდად მოიქცევა შენ დღეს არ მოდი თავი შეიკავე ეკლესიაში წასვლისაგან და მოდი ცოტა გამოვხიზლდი რომ ისე ეკლესიაში რომ მიდიხარ იქ უნდა სიყვარული ქონდეს პატივისცემა უნდა ქონდეს მშობლების და ასე შემდეგ ერთგვარ პედაგოგიურ ხერხს შეიძლება მივმართოთ ასევე ძალიან ხშირი არის შემთხვევა რომ მშობლები ბავშვებს მარხვას აძალებენ გასტრონომიულ მარხვას დღეს რასაც ვაკვირდები უფრო პოზიტივი არის რომ ბავშვებმა პატარებს არის ხოლმე ესეთი შემთხვევებიც კი პატარებსაც 10 წლის 12 წლის ბავშვებს ახსარებასაც ეუნებენ ჩააბარი ახსარებენ ეს თვითონ ბავშვში უნდა მოხდეს აი ამის ფორმირება და მისი გამიშვნება ძალდატანებით არაფერი არ შეიძლება აი შეიძლება ესე უთხრათ ბავშვს რომ აი დღეს მაგალითად პარასკევია ქრისტე ჯვარზე გაეკრა, თქმა უნდა, ისიც უნდა უთხრათ, რომ ქრისტეს შეეძლო, რომ არ გაკრულიყო ჯვარზე, მაგრამ ის ფაქტად რჩება, რომ ადამიანმა ვერ მიიღეს ეს სიკეთე და ეს არის ყველაზე დამწუხარო და ღმერთმა ისე კი დაგვანახა, რომ ესეთები ვარ ჩვენ და თვითონ ესეთი არის, ესეთი გულმოწყალე არის და სწორედ აი ჯვარცმას უკავშირდება ჩვენი აღდგომაც კაცობრიობის გამოხსნა და უთხრათ რომ აი ამ დღეს რომ ქრისტე ჩვენთვის ჩვენი გადარჩენისთვის ისე იგი თავს წირავს მოდი ჩვენ ამ რაღაც ბოროტ ჩვევაზე ვარ ვთქვათ რომ ვთქვათ ტელეფონი 1 საათით ვთქვათ საერთოდ არ გეჭიროს ხელში და არ ითამაშო დღევანდელ დღეს და არა იმდენად ვთქვათ ესე რომ აი შენ დღეს ხაჭაპური არ შეჭამო და ხორცი არ შეჭამო გონივრული მიდგომა უნდა კონდეს ბავშვების მიმართ და ყველაზე კარგი მეთოდი რაც ჩვენ უფალმა მოგცა თუ ქრისტეს ასე თქვათ თუ კი არა ყოველთვის უნდა და ყოველთვის უნდა ადამიანების გადარჩენა ის ყოველთვის ირჩევდა ესეთ მეთოდს ადამიანებთან ხშირი ურთიერთობა იმ ცოდვილებთან მებაჟეებთან კომუნიკაცია და ამ ურთიერთობის შედეგად მათ გული ეხსნებოდათ რომ ძველახმაშიც იყო ესე ხო რომ მოწოდებები რომ თქვათ ეს კენით ეს არ გააკეთოთ ძირითადად აკრძალვები მაგრამ ადამიანები ამას ვერ აღწევდნენ და ადამიანებში ამან ღვთის სიყვარული ვერ გამოიწვია დიდი მადლობა მამა დავით ესეთ საინტერესო საუბრისთვის ზღვის უბანში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მექვაბიშვილი საუბრობდა სტუდიაში